რომ ვიცოდეთ საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, პატარა რაღაც ტექნიკური ხარვეზი გქონდა ჩვენ, მაგრამ ახლა იმედი მაქვს გამოსწორდა. დღეს ორშაბათია, 8:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და ჩვენ მისი წამყვანები მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში. მეორე ნაწილში ჩაგვერთვება საფრანგეთიდან ჩვენი მეგობარი გიორგი ფოფხაძე. თქვენ კი შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში, როგორც ყოველთვის, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დარეკოთ ნომერზე 557885588 გამოთქვათ თქვენი აზრები ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, ან ჩაგვერთვოთ დისკუსიაში იმ კონკრეტულ თემაზე, რომელსაც ჩვენ წამოვიწყებთ და მე გოჩა შენთან შეთანხმებით მინდა დავიწყო აი ამ დაკავებები, განვიხილოთ ეს დაკავებების თემა. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ცალკე მეკითხებოდა, ცალკე მირეკავდნენ რაღაც კითხვებს, სვავდნენ რა, რას ფიქრობ ორ კლანს შორის დაპირისპირება თუ მართლა კორუფციას ებრძვიან. სიმართლე რო გითხრა, ვერ პასუხობ ცალსახად, იმიტომ რომ ცოტა ერთის მხრიდანაც მაქვს არგუმენტი, რომ რატომ შეიძლება ამას დაერქვას ორ კლანს შორის დაპირისპირება და ასევე, ბუნებრივი არგუმენტი, რომ რადგან იჭერენ, ესე იგი, ისე თუ ასე მაინც ებრძვიან კორუფციას. ეხლა რა არგუმენტები მაქვს მე ჯერ ჩემსაც გეტყვი და მოვახსენებ მაყურებელს და მე უკვე შენს შეერთვებ. მაგალითად ასეთი არგუმენტი. როდესაც შენ დღეს იწყებ კორუფციასთან ბრძოლას და იმ ხალხს იჭერ, ვიზეც ამბობდი, რომ ესენი არიან ჩვენი გუნდის წევრები, ისეთი ჭკვიანები, ისეთი პატიოსანი და წესიერი ხალხია თავის დროზე, ხო, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვიდეო ამოვიღოთ, სადაც ამას ამბობენ ოცნების ლიდერები, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ თურმე აგენტურა ყოფილა, თურმე კორუფციონერები არიან და ასე შემდეგ. ანუ როცა თქვენ თავის დროზე ამბობდით, რომ კარგი ხალხია და ასე შემდეგ. და დღეს რომ ამბობთ ნაცმოძრაობაზე და ხალხსაც მინდა გავამახვილებინო ყურადღება ამაზე. ყველა ვინც ცდილობს რომ დარეკოს და რაღაც საყვედური გვითხრას, ამბობს რომ აი თქვენ ეხლა ნაცმოძრაობას ვითომ ხარს უჭერთ და რა, ჩვენ რო ნაცმოძრაობას ვებრძვით, ისე არ ებრძვის მე მგონი არავინ და იმ თავიდანვე რომ ვებრძოდით, ისე არ ებრძოდა არავინ, მაგრამ ისმის კითხვა. აი ეხლა ზუსტად ამ კითხვას ვსვავ, რომელიც თქვენ უნდა დაგაინტერესოთ. თუ ამათ შეუძლიათ გამოავლინონ კორუფცია თავიანთ რიგებში. ჯერ ამდენ ხანს რატო ელოდებიან, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ის კორუფციონერები, ნაცმოძრაობის წევრები, რომლებსაც შერჩა ბიზნესები. იმ ხალხს რატო არ ართმევენ? იმ წართმეულ ხალხზე წართმეულ ბიზნესებს. რატომ არ ართმევენ? მე იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვინც დღეს ქართული ოცნების წიაღში აღმოჩნდა რაღაცნაირად. ნაცმოძრაობის წევრებზე თავის დროზე რომ ზუსტად ღამე ნოტარიუსთან მისულებმა გადმოიფორმეს ბიზნესები, წესიერ ხალხს წაართვეს ფულიც, წაართვეს ბიზნესები, ის აწყობილი საქმე, რომელსაც ადამიანი აწყობდა წლობით და დღეს მათ ეს ყველაფერი შეერჩათ. ნაცმოძრაობას ის ბიზნესები რო აქვთ. აი პირდაპირ ვსვავ კითხვას. არ გიფიქრიათ საიდან აქვს ნაცმოძრაობას ეს ბიზნესები, ნაცმოძრაობის წევრებს? მე არ ვამბობ ყველაზე, რომ თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ნაცმოძრაობასთან ვინც იყო, შანსი არ არსებობს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე მას რაღაც ბიზნესი განავითარებინა. გამორიცხულია. ესე იგი, დღეს ჩვენ ვიცით და ვიცნობთ ბევრ ძველ ნაცმოძრაობის წევრს, რომელსაც აქვს ბიზნესი. ძველ ნაცმოძრაობის წევრს და დღესაც რომ ნაცმოძრაობაშია და ბიზნესებს რო ფლობს, რითაც აფინანსებს თავიანთ აი ამ გამოსვლებს. თქვენ რა გონიათ, მართლა დასავლეთიდან ამდენი ფული შემოდის? არა, რა თქმა უნდა. თავიანთ ბიზნესებიდანაც რაღაცას დებენ. ხო და ის ბიზნესი რა გზით აქვს მოპოვებული? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. რატომ არ ცდილობს ქართულმა ოცნებამ რომ ეს ყველაფერი გამოიძიოს? და ქართული ოცნება დღეს გვეუბნება რომ კორუფციას ებრძვის? ჯერ იმ კორუფციას უნდა შეებრძოლო, რომელმაც რეალურად რამის დააქცია ქვეყანა და მერე
დაგეთანხმები რომ კორუფციას ებრძვი და არა კლანებს შორის არის დაპირისპირება. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვესმის. დაინიშნა ვიღაცა თან ეს წლების მანძილზე, აი 13 წლის მანძილზე, ცოტა იცით რა არის, აი ნაკლებად დამაჯერებელია რომ 13 წლის განმავლობაში ერთი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ერთი, პრემიერ-მინისტრი მეორე, სუსის უფროსი, კიდევ ვიღაცეები, ანუ უცბად ჩვენ ერთმშვენიერ დღეს რომ ვჯდებით და ვითვლით, ვხვდებით რომ მთელი არმია ხალხის იმ თავიდან 2012 წლიდან 2025 წლამდე თურმე იყვნენ კორუფციონერები, იყვნენ ზოგიერთი აგენტი იყო და ასე შემდეგ. როგორ აღმოჩნდა ამ ხელა არმია ხალხი თქვენს რიგებში ჩანერგილი იყო იმ თავიდან? კარგი, ზარს უპასუხოთ და მე გოჩი შენთან გადავიდე. გისმენთ? საღამომშვიდობის. მე იმ პოლიტიკურ ტექნიკებს მასწავლება ბატონობა. მე ნიკაკავათამაკის დაასწავლო. უნდაო დასათამაკებელი. ვერ გავიგე ქალბატონო, ბოდიშით. თქვენ გახსოვთ, რომ ნუ პოლიტიკურ ტექნიკები თქვენ ნიკაკავათამაკის დაასწავლო, პოლიტიკურ თამაკებს. მე მას ამათ დაასწავლო. Itu ada yang kata sangat lebih. Atau itu mengatakan nama saya itu memang korupsioner itu kami itu mereka itu korupsioner itu. Yang bukan bukan. Logor kami berlogor kami itu mereka itu korupsioner itu loiknya neshalki. Masuk di hari sekarang ini. Itu rasa ketebsen. და განა ნაკლები აქვს ამაზე თვითონ ნაკეთები თავი-თავში თუ იხედებიან და ეს ფული ჩვენო 5 თეთრიანი გვედოს უკანასკნელი ჯიბეში ლიფტის ფულად ის 7 მილიონი იმდენია მაგასთვის და ცოტა ნაკლები კიდევ შეიძლება მაგრამ მე ყველაზე დიდ კატასტროფაზე გეტყვით ახლა ბიზინა ივანიშვილი თავისი ოჯახით უსაფრთხოებისთვის არაბებზე ყიდით საქართველოს. ევროპაში აღარ აქვს და ალბათ რუსეთშიც და იმიტომ არაბებს აძლევს ქართულ მიწებს, აძლევს ბორჯომის დღეს, აძლევს კრძანის და ასე შემდეგ. გამოვიხედოთ ქართველ ხალხო თვალებში. ბიზინა თავის მშვიდობის უზრუნველსაყოფად არაბებს აძლევს ქართულ მიწებს. თუ ამაში ისტორია რა თქვენ შემისწორეთ. მადლობა ქალბატონო ზარისთვის, მადლობა. ნუ ჭკვიანი კაცია, ყველა ადამიანი ცდილობს რომ რამენაირად თავი გადაირჩინოს. ეხლა ხალხს რო არ ესმის, ეგ ხალხის პრობლემაა. ბიძინა ივანიშვილიც ასე თulis და მე არ შემიძლია მაგალითად როგორც არ უნდა უპირისპირდებოდე ვთქვათ მის პოლიტიკას, არ შემიძლია ვთქვა რომ ეს არალოგიკურია. იმიტომ რომ კაცი თulis თუ მე შემიძლია რომ ხალხი შეცდომაში შევიყვანო და ხალხი მაძლევს ამის საშუალებას, თვითონ ადამიანები მაძლევენ ამის საშუალებას. რატომ არ უნდა შევიყვანო შეცდომაში და ამით რაღაცა მოვიგო? ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესმენის ფიქრი, იმიტომ რომ ბიზნეს შენ ვერ ააწყობ და მილიონერი, მილიარდერი ვერ გახდები, თუ კი შენ ყველას სამართლიანად უდგები. ბიზნესმენი მოვიდა ხელისუფლებაში, აგრძელებს იგივე აზროვნებას, იგივე იდეოლოგიას, ბიზნესმენურ იდეოლოგიას. მე არ მიკვირს. ვისაც უკვირს, ნუ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ არ უნდა გიკვირდეთ. და ადამიანი არ გატყუებს, გეუბნება რომ პირველ რიგში მე მაინტერესებს ჩემი კაპიტალი. თქვენ იმ ადამიანებს უნდა დაუსვათ კითხვა, ვინც ასე ფანატიკურად, თქვა, ებრძვის ოცნების გამო და ასე. ეგ ცალკე თემაა. მე სხვათა შორის მახსენდება სააკაშვილის პერიოდში, ჩვენ რო ვებრძოდით სააკაშვილს, ჩვენს ვაწყობდით აქციებს, დიდ აქციებს და იქ მიდიოდა ხელშართული ბრძოლაც მე მახსოვს, ქვებსაც ვესროდით, ჩვენს გვესროდნენ, ჩვენს ვესროდით და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, გვიჭერდნენ, ჯარიმებსაც ვიხდიდით, საჯელსაც ვიხდიდით. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ მე რიც მინდა. მე რომ მახსენდება ის პერიოდი, მაგალითად, მე ასევე მახსენდება თუ როგორი დამოკიდებულება იყო მიშას მიმართ, იმიტომ რომ ბევრი რამე ინფორმაცია გქონდა, ჩვენ რა ხდებოდა ციხეებში, ჯერ მე კადრებამდე გეუბნები, ხო? ანუ
ჯერ ჩვენთვის ცნობილი იყო რაც ხდებოდა უბრალოდ სანამ კადრებს მოვიპოვებდით და გამოვაქვეყნებდით მანამდე ხალხს ნაკლებად ჯეროდა და როდესაც ადამიანებს ველაპარაკებოდით უბანი იქნებოდა თუ სხვაგან რაღაც ბევრი გვეუბნებოდა აბა ვინ გინდა შენ აბა ესენი გინდა შენ პრორუსები გინდა თითქმის 80% საქართველოს მაშინ იყო პროდასავლური და იყო მიშისტი იმიტომ რომ პრორუსული ძალა არ მოსულიყო ეხლა აღმოჩნდა რომ ვითომ 80% ამბობს რომ პრორუსები ვართ და დასავლეთი არ გვინდა არაფერს არ გაგონებს სინამდვილეში არც მაშინ იყო ის ხალხი პროდასავლური და არც ეხლა არის პრორუსული უბრალოდ ხელისუფლებაშია ძალა რომელიც არ მიდის სოცხალი თავით როგორც მიშა არ მიდიოდა თავის დროზე და ამად გონია რომ მაინც ვერ მოვერევით ამიტომ ჯობია გავყვეთ აი ეს არის ფსიქოლოგია იმ ადამიანებს ვისაც ბრძოლა არ შეუძლია და სამწუხაროდ ეს უმრავლესობაა ქვეყანაში რეალურად რევოლუციას უმრავლესობა კი არ ახდენს რევოლუციას ახდენენ ერთეულები უმრავლესობა მათ მიყვება უბრალოდ ბოდიში გოჩი კიდე სარც უპასუხობ და მე გავაგზავნოთ ზარია გისმენთ საღამოშვიდობას ვერ გავიგე ახლოს მეიტანეთ პირთან ყურმილი ძალიან გთხოვთ გაიციშა გოჩი შეერთ ანუ ფაქტიურად შენ უკვე აღნიშნე ჩემო გიორგი და სავსებით გეთანხმები იმიტომ ეს არის აქსიომა ნებისმიერ სახელმწიფოში ნებისმიერი ხელისუფალი ცდილობს იმას რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რის საშუალებასაც აძლევს მოსახლეობა ხო ის იყენებს იმ საშუალებებს თუ ადამიანების დიდი ნაწილი თვალს ხუჭავს და თვალს ხუჭავს კი არა მიყვება ტაშს უკრავს იმას რასაც ის აკეთებს ხო მაშინ თვითონ ეს მოსახლეობა ვიღაცები კი ამბობენ ხოლმე რომ რატო უაბრალებთ ხალხს და სინამდვილეში არ უაბრალებთ რა მნიშვნელობა რეალობა რაც არის ეგ არის ხალხი აძლევს იმის საშუალებას და ახალისებს და ხშირ შემთხვევაში ღუპავს კიდევაც ხო იმ მართველებს მართველებიც ფიქრობენ რომ ეს ადამიანები ეთყობა მოსწონთ ის მდგომარეობა რომელიც მათ აქვს და აქედან გამომდინარე ნაკლებად ფიქრობენ იმაზე რომ სამართლიანები იყვნენ რაღაც პასუხისგებლობა გაუჩნდეთ სააკაშვილის დროსაც ისევე როგორც აი შენ გაიხსენე რასაკვირველია დიდი ნაწილი ფიქრობდა როგორც კი გამოდიოდი და ამბობდი რომ იცი რა რაღაცაში ამაში არგუმენტებს ამბობდი მართალი არ არის გეუნებოდა რომ აცალე ჯერ კიდევ დრო აქვს იქნება შეცდომა მოსდის აგურ შეიძლება ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა დღესაც იგივე მდგომარეობა და დარწმუნებული ვარ რომ დიდი ნაწილი ადამიანებისა როგორც მაშინ უკრავდნენ სააკაშვილს კვერს ტაშს და იყვნენ მისი დამცველები იმიტომ რომ ადამიანებს რატომღაც გაუჩნდათ როგორც იმაშია რა ქვია რო თამაშობენ ხოლმე გუნდების იმას რომელი გუნდი მოიგებს არჩევნებზეც დაახლოებით ესე ფიქრობენ ხმა არ დაიკარგოს ხო რამდენჯერ გაგვიგია ეს ტერმინი შენ რო ხმა მოგცე ეს ხმა ხო დაიკარგება იმიტომ და სინამდვილეში ამ ადამიანებმა ჩვენს უყველა ჩვენ ამას იმიტომ ვამბობ რომ ხლა მეტნაკლებობით აქ ვართ და მონაწილენი ვართ ამ პროცესში ვიღაცა მეტად ვიღაცა ნაკლებად მაგრამ მივეცით საშუალება იმას რომ ასევე მისი რა ქვია რაღაც თეორიების განვითარება არავითარ პრიმიტიულია ყველაფერი ასევე პრიმიტიულად ფიქრობდა მიშა როგორმე კონცენტრაცია მოეხდინა ძალაუფლების და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებდა იგივე საკეთებს ივანიშვილი ადამიანებს რაღაც კონსპიროლოგიები აქვს რომ ეს ამზადებდა იმას ღარიბაშვილს და ამ თავის გუნდს რომელთანაც ერთად მოვიდა ოპოზიციისთვის იმისთვის რომ რეალური ოპოზიცია ყავდეს იმიტომ რომ შეგვპირდა და გითხრა რომ ეს ცუდი ოპოზიცია და მე თქვენ კარგ ოპოზიციას დაგინიშნავთ არ ხდება კომბინაციების დალაგება ძალიან მარტივად აკეთებს ეს ადამიანი მას ჭირდება კონცენტრაცია ძალაუფლების. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ორივე შემთხვევაში აკეთებს ერთ და იგივეს. ერთის მხრივ გარეთ არათუ იზოლაცია, კონფრონტაციამდე ვართ მისული, არც ერთ საერთაშორისო, რომელი მიმართულებითაც არ უნდა იყოს, არცაც წარმოდგენილი არა ვართ და მას აწყობს ეს იზოლაცია და ასევე ქვეყნის შიგნით. მას ნებისმიერი ხვალ ყობახიძესაც იგივე ბედიელის. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის რეალურადაც რო შევხედოთ, ხო? თქვენ გახსოვთ როგორ ლაპარაკობდა ღარიბაშვილზე. ჯერ დანიშნვის დროს, როცა შეაქო, რო საუკეთესო ფრანგებმა ისიც კი მითხრესო, რომ ეს რა გადასარევი კაცი ყოლია, მისი რა ქვია, ვერტფრენის ყიდვაზე, ხო, ვერტალიოტის ყიდვის დროს და ეს კაცი გამაცანით ვინ აკავს ესეთი მაგარიო და მე როცა ამბობდა, რომ რა ვიცი, ეს კაცი არც ფინანსისტიაო, არც დიდი გამოცდილება არ აქვს და რაც გინდათ ის დაუძახეთო, ხო, ბოლოს ამით დაამთავრა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ მისთვის ნებისმიერი გუნდის წევრი
ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს, მისთვის არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, რომელსაც შემცვლელი ხვალვე გამოუჩნდება. და ის დღემდე დარწმუნებულია იმაში, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მზად არის უარს არავინ არაფერზე არ ეთქვის და მზად არის იმისთვის, რომ ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა დაუძახოს ნებისმიერს ჩაანაცვლებენ. ხო, აი ეს მომენტი გვაქვს და აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ როგორ უნდა გავსაზღვროთ სამართლიანობაზე როცა ლაპარაკი სამართლიანობა არ არის შენ რომ გაწყობს მაშინ რომ სამართალს აღენებ სამართლიანობაა მაშინ როდესაც ადამიანს ჭირდება ეს სამართლიანობა თორე გაწყებული მართლაც წართმეული ბიზნესები რომლებიც იყო და რომელიც აღარ არის ლაპარაკი რომ პატიოსანმა მყიდველმა ჯერ ესეც კითხვის ნიშანია რა პატიოსანი მყიდველია მაგრამ თქვენ კარგად იცით დღემდე ბიზნესების ნაწილი რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა ხელში ისიც კი არ მიუციათ ადამიანებს 46000 кейსია დასახელველი წარმოიდგინე და ამაზე მე ზუსტად ამაზე ვამახვილებ ყურადღებას და სვავ კითხვას რომ შენ თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წართმეული ბიზნესი ვიღაცას დაუბრუნე მაშინ მაჩვენე როგორც ახლა შედიხარ შენ და ჩხრეკას და იმას რომ მაჩვენე აი კორუფციას როგორ ებრძვი პირიქით ეს ხო წარმატებაა თქვენი როდესაც შენ იმის წართმეულს უბრუნებ ადამიანს და ამბობ რომ აგერ დაგიბრუნე შენ თავის დროზე წაგართვეს ახლა დავსაჯეთ გამოვიკვლიეთ ყველა ასეთი რამე მე არ მინახავს ტელევიზიით ანუ რომც იყოს გაკეთებული არ მინახავს. ესე იგი, ან გამოდის რომ გაკეთებული არ არის, ან მალავთ. თუ მალავთ, აი გირჩევთ რომ გამოაქვეყნეთ, რომ ხალხმა გაიგოს, რომ მარტო თქვენს საკუთარ წიაღში კი არ ებრძვით კორუფციას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრს არ ჯერა რომ კორუფციასთან ბრძოლა მიდის. ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს არის სხვადასხვა დაჯგუფებების დაპირისპირება, რაც პრინციპში უფრო ლოგიკურია. იმიტომ რომ იგივე ავიღოთ ის სოსო რაგვარი იყო გოგაშვილი ხო ანუ ადამიანი იყო სუსის უფროსის მოადგილე ფაქტ პირველი მოადგილე რომელიც ყველაფერს ასრულებდა და უამრავი საქმე აქვს მას დაწერილი ხო თავის თავზე აღებული რომ ეგ ჩემი გაკეთებულია ესე ჩემი გაკეთებულია და თქვენ ეს ყველაფერი იცით აღმოჩნდა რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ის უპირისპირდება ხელისუფლებას, თანაც ღიად კი არ უპირისპირდება, ჯერ გავიგეთ რომ დაიჭირეს და მერე გავიგეთ დაპირისპირება. წლების განმავლობაში ამდენ რაღაცას რო ჩადიოდა, არ იცოდით? თქვენ დავალებას არ ასრულებდა? აი ხო უყურეთ კიდე ერთი რამე. თუ სუსი არ ასრულებს პრემიერის დავალებას რა ქვია მინისტრთა კაბინეტის დავალებას, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება. რაღაც დადგენილებას არ ასრულებს, რომელსაც ან კანონს არ ასრულებს, რომელსაც იღებს პარლამენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ სუსი არ ემორჩილება ხელისუფლებას. და თუ ის ყველაფერს ასრულებს და პლუს გენინსპექციაც ყავთ, სუსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ. და თუ ასრულებს თქვენს დავალებებს, როდესაც ხდება ხოლმე რაღაც გადაცდომა არ სვავთ კითხვას ეს რატო გააკეთე ეგ დავალებული არ გქონდა მაგრამ ერთ რაღაცას აიტანთ მეორეს მესამეს მეხუთეს აგროვებთ ამ кейსებს და ერთ სადღაცაც ფეხი რო გადაუტრიალდება ის რომ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენს წინააღმდეგ მიდის მე ამ кейსებს გამოყრით და ნახეთ ვინ დავაკავეთ ბოლო გაიხსენე გახარიასთან აღმოჩნდა რომ საგუშაგოს თურმე ისე აკეთებდა და ისე გააკეთა რომ არავინ მინისტრთა კაბინეტში ეს არ იცოდა ხო წარმოიდგინეთ ხო ხლა ამას რომ მე თან ამბობ და ამას მიგაჩნია რომ ეს არის სწორი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც თქვენი მომხრეების ნაწილზეა ლაპარაკი ჩათulis რომ ეს მართლაც ესეა ტრაგედია ხელს უბიძგებთ მე მინდა თითეულმა აი იმ ადამიანმა იმ მოქალაქემ რომელიც შემთხვევაში არის მხარდამჭერი ხოლმე ხელისუფლების აიღეთ ეს პასუხისგებლობა თქვენს აიღეთ ეს პასუხისგებლობა თქვენს კისერზეც არის იმიტომ რომ ბრმად რაღაცის დაჯერება და მე ვინ მეკითხებოდა მე პატარა ადამიანი ვარ მე რასაც მეუნებიან იმას ვიჯერებ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ნუ გავიბავშვებთ თავს, იმიტომ რომ ბავშვებსაც კი თავისი ასაკის მიხედვით პასუხისგებლობები აქვს. 6 წლისა მოეთხოვება, 10 წლისას 10 წლისას მოეთხოვება, ხო? ასევე თქვენც მოგეთხოვებათ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ისინი ვინც მართლაც სურათებს დებდით, ამაყობდით, ჩვენი გმირია, ამას ვინ დაგაჩაგრინებთ, რას ლაპარაკობთ, ირაკლი ეს იყო ღმერთი და დღეს უცბად Facebook-იდან იმასაც კი აკრობთ მის სურათებს და მე ამბობთ რომ მოღალატეა, ვის უღალატა?
37 წელი რო დადგა ვერ ხვდებით ფაქტიურად? რატო უნდა გეშინოთ თუ მეგობრობდი კაც, მე რო კაცთან ვიმეგობრო, რომც დაიჭირონ, რაზეც არ უნდა დაიჭირონ. მე ახლა არ ვამბობ ბავშვის გაუპატიურებაზე და ასე შემდეგ. თუნდა ეკონომიკური იყოს, თუნდაც თქვა რაღაც გადაცნობა მოხდა ვიღაცას სცემა და ასე შემდეგ. მეგობრობა ამით არ წყდება. თქვენ თუ მართლა ესე გიждდებოდით ირაკლი ღარიბაშვილზე და მეგობრობდით, ესე არ გცხვენიათ კაცო, ესე ზურგიროში აქციეთ, ზარი ეთერში. ისევე კარგო. თქვენ დაიგამეთით მაპატიეთ. ხო გამაგესმის. ისმის, ისაუბრეთ. ეხლა კარგი მაპატიეთ. არა, ეს იმასათვის, ეს იმასათვის მაწალეთ. მე ეს იმასათვის რა განახილება. Personal truth სამიტარები. უბრალოდ შეიძლება მეგობრული გამოცდილებას პრიორიტეტი იბრძოდა. საერთოდ არაფერი. რაღაც სიმართლე. მე მხედავს შეიძლება ზოგი იყოს სიმართლე, ზოგი არ იყოს სიმართლე. ეხლა სააკაშვილი წერდა კოლეგებს გაჩაღებს. მარკეტის გაფრთხილებას. ეხლა ვიზიოთ ისე სახიობები, ექიმები, Rabbi, ყველა კატეგორიის ხალხი, მიწის ხელოვნება, სახიობები, ექიმები, მომხერლები, ყველა გასაგებია. და რომელიღაც მისა რადროიზე სინათლე არ იყო, გაბი არ იყო, ბელი არ იყო, კორუფცია დაგაპირდაპირა. ეხლა კორუფცია ხვალის მიათე კლასის ბავშვს რაღაცა არ მოეჭედეს. იცი როგორ შეეკითხება, როგორ აი ეს რა ხდება იცი? ეს იმასია რომ ძალასთან დაგასწა. ხოდა, ეხლა რაღაც დადებითი ქონდა იმას, არ შეიძლება. ის გასაგებია რაღაცა მინუსები. არ არის თავრობა რომ მინუსი არ გქონდეს, მაგრამ სულთად უმინუსი არ იყო. დადებითი ქონდა, მინუსი ქონდა, მაგრამ ეხლა ბავშვები სამოზეს მეათე კლასელი ბავშვები დაბოლენები დაწიან, კლასზე შეცვლეს. არ მოუწოდებს რამე დანას გაგიჭირებენ. ციხეში ეხლა სახიობები, ერალაბ გითხარით, რომღერლები, ექიმები, სახიობები, აი ის კაცი თუ ხასახდა მყელს დაიჭერდა რა, ეგ არ არის ტრაგედია. და ეხლა ეს რამე გეტყვით და მინდა გამიგოთ რა. გამახა თავში თუ წამოარტყავდა იმათ რა. თავში თუ რატო წამოარტყავდა, ხდებით მაგას. თუ გარეთ რო გავიდოთ კი, თავისი უფლებაა, მათიმას ყველაფერი, მაგრამ ზოგი ისეთია, საკუთარ დედას არ დაიდო. საკუთარ მამას ხურით პროექტს გაწილავს. და აიგეთ ხალხს უნდა თავში წამოჭაკება. გარეთ რო გავიდოდა, ეს დილობიანი იყო, ციხეში შეტრიალებისა ეშინოდა. აქედან გამომდინარე, შედარებით ნებელა წესრიგი ყალიბდებოდა და დანარჩენი დასკვნები ეხლა არაბებს მიყიდეს, იდეელებს მიყიდეს, არაბებს მინიში კორპუსები აქვს, ნაგები კორპუსი, ერთი კორპუსი არა, კორპუსები, შემოდიან ირანელები და ამას მეტი და რუსეთი ყოველთვის საფრთხესა ერთი ხმა ამოუღიარინეს ამ 13 წლის განმავლობაში სადაც არის გამგეობამდე ჩამოვლენ გორის გამგეობამდე დანარჩენი კრების მომედია შეიძლება არ ებეკრათ ნაციონალიზმი და პრემიჟარებოდა ფედერაციულად ორთოექცემი შექმნილ მეგობრულად ვილაპარაკე რაც გურში მქონდა მეტრო დაგროთოთ და გადაიხავ კი ბატონო კარგით მადლობა ზარისთვის ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ნაციონალი ხართ თქვენ საუბრობთ ისეთ მტკივნეულ თემებზე რომელიც ჩვენც გვტკივა და მოსახლეობასაც ტკივა ეს ერთი და მეორედ არ ამგონია ნაციონალები ახლა ჩასაფრებულები არიან ობიექტივზე ზიან უყურებენ რომ დაგვირეკონ პირდაპირ ეთერში და რაღაც თქვან კეთილი გოჩა შენ უფრო მეტი გაიგე მე მგონი იმიტომ რომ მე ნახევარზე მეტი არ მესმოდას ბოლოს გავიგე უკვე არა სავსებით სწორად საუბრობს ადამიანი იმას რომ და რასაკვირველია მართლაც არ გვჩება რა შუაშია თქვა ნაციონალია რა შუაშია უცნებისტია ადამიანები ჩვენ ვფიქრობთ ვაფასებთ და ხშირ შემთხვევაში ჩვენგანაც ალბათ ეს გესმით ხოლმე რომ ყველას ქონდა იმ ხელისუფლებაში და ხშირად გვითქვია ამაზე რომ არ არსებობს რასაკვირველია იდეალური ხელისუფლება
ოღონდ მთელი არსი იმაშია რომ ხელისუფლება რომელსაც წასვლა არ უნდა პრობლემა მერე ის ხდება ხოლმე ხო ხელისუფლება რომელიც ცდილობს იმას რომ ძალაუფლება რაც შეიძლება მაქსიმალურად კონცენტრირებული კონდეს და დანარჩენებს ეძახის ნუ ყველა მტერია ხელისუფლება რომელიც თვლის რომ მას უკეთესი არ არის დავთმობდა ხო რას ლაპარაკობ კი დიდი სიამოვნებით დავთმობდი მაგრამ ჩემზე უკეთესი აბა ვინ მოვიყვანო აი ეს კითხვა სხვა ვინ მოვიყვანო ვინ გინდათ ადამიანებში თორსა ჩდება ხოლმე რომ აბა ვინ გინდათ ამაზე უკეთესი აქ არის ჩვენი პრობლემა სწორედ დაწყებული აი სულ პირველი როცა დამოუკიდებლები გავხდით ხო იმას თავის დადებითი მომენტებით და უარყოფითი მომენტებით ხა გამსახურდიას რაც არ უნდა გაეკეთებინა შეცდომები რასაკვირველი ამასაც ჰქონდა მაგრამ რასაკვირველია ის რომ დამოუკიდებლები ვართ ის რომ ამ ქვეყანამ მიიღო სუვერენული გახდა ხო ეს იყო ოცნება თაობების ოცნება ხო აქედან გამომდინარე რასაკვირველია შეცდომებიც იმიტომ რომ შეცდომები რო არ ყოფილიყო მაშინ ის არ მოხდებოდა რაც მოხდა შევარდნაძემ ფუნქცია მიცა მიუხედავად იმისა რომ შევარდნაძემ ბევრი რაღაცა გააფუჭა ამ ქვეყანაში მაგრამ ის რომ ფუნქცია ანუ გატარების ფუნქცია ის რომ ამ ქვეყანას კავკასიაში გაუჩნდა თავისი ადგილი და თავისი სახელმწიფოებრივი დანიშნულება რომელიც ქვეყნისთვის იყო კარგი მისი დამსახურება იყო რასაკვირველია მაგრამ იყო ძალიან თქვენ ამბობთ კორუფცია რომელმაც შეჭამა ხო ყველაფერი მერე სააკაშვილის დროს ის ფორმა ოღონდ რომელი ფორმითაც ის დაერია ამ კორუფციონერებს და თქვენ ხედავდით სატელევიზიო დაჭერებს და ხალხი ტაშს უკრავდა და არ ფიქრობდნენ იმაზე რომ ასეთი დაჭერების ფორმით მერე უდანაშაულოსაც მიადგებოდა ხო ეს მომენტები იყო ამიტომ ვებრძოდით და ვამბობდით რომ ესე არ შეიძლება და მერე პასუხი რა იყო კი ეს შეცდომა მოხდა მაგრამ გზები ხომ გაყავს შუქი ხომ მოვიდა აგერ ხომ ხედავთ კრიმინალი აღარ არის ქვეყანაში ჩვენ ერთია კარგია მაგრამ ცუდი რაც არის უნდა გვეფიქრა მერე უკვე მოვიდა ქართული ოცნება რომელზედაც ასევე მიდის ხო საუბარი რომ აგერ ამ ადამიანმა ეხლაც კი ნაწილი ამართლებს და ამბობს რომ აი კი ბატონო რა თავისიანებსაც არ ინდობს თავის ნათესავებსაც არ ინდობდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში როცა არ იყო ხო როცა თქვათ იგივე თავის ნათესავს რომელსაც ჩააბარა საჩხერეში თქვათ ის გზის მშენებლობა და იცით კარგად როგორ დამთავრდა იმიტომ რომ გაჩნდა ეჭვი იმისი რომ ფული იყო მოპარული ხო ასეთი დამოკიდებულებები მესმის მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ სახელმწიფოებრივად სწორი აზროვნებით მივიდეთ იქამდე რომ ქვეყანა იდგეს ფეხზე იმიტომ რომ დღეს საუბარი იმაზე განათლების სისტემაში უდიდესი პრობლემები რომელსაც აღარავის აღარ ახსოვს დღეს გადართულია ვინ დაიჭირა აბა ეხლა კიდე შიგნით რა ხდება იმ შიდა დაპირისპირება ეს თუ მართლა კორუფციასთან ბრძოლა თავზე გვენგრება აგერ მიწების გაყიდვა აგერ ისინი რა ქვია მიგრაციის საშინელი პროცესი დემოგრაფიული სიკვდილი ფაქტიურად ერის უამრავი პრობლემები გროვდება ქვეყანაში და ასეთ დროს გადართულები ვართ ხოლმე მეორად მესამე საკითხზე არ არის მეორად და მესამედი რასაკვირველია ნაკლები მნიშვნელოვანი მაგრამ ჩვენ ხომ დავკარგეთ სინამდვილეში თავარი ფუნქცია რაც სახელმწიფოში უნდა კეთდებოდეს და ეს ადამიანები რომლებიც დღეს თუნდაც თავის ყოფილ თანაგუნდელებს იჭერენ რამე ახალია და არ გახსოვთ ასევე იყო პირველი პრეზიდენტი რომელიც მოიყვანეს თქვენს რო საუკეთესოა მერე აღმოჩნდა რომ თურმე მოღალატეა მერე მეორე პრეზიდენტი რომელიც გინდა თუ არა თავს მოგვახვიეს რომ იმიტომ რომ ბიძინევანიშვილმა 100 აარჩია და ძალიან ძლიერი არის კადრების შერჩევაში აბა მილიარდებს როგორ შეინარჩუნებდა მერე პრემიერები რომლებიც რა ვიცი მოღალატეები დაწყებული კვირიკაშვილიდან გათავებული ახლა ბოლოს კიდევ თქვა მოღალატე რომელიც გამოაცხადეს რომ პირველი მტერია ხო და იმას საგუშაგო ისე ააშენა რომ თავრობამ თითქოს არ იცოდა ხო ეს ყველაფერი ასეთი პოლიტიკით რომ სწორ გზაზე ვერ გავდივართ ამას ხომ უნდა მივხვდეთ თორემ ადამიანები ტაშს უკრავენ ეხლა რომ ვიღაცას იჭერენ აი თურმე ამ ხელაფული მოუპარე და აბა არ უნდა დაიჭირათ გასაგებია რასაკვირველია უნდა დაიჭირო როცა ასეთ რაღაცას აკეთებს ოღონდ ამდენი წლების მანძილზე შენ რომ მოგინდება იმ მომენტისთვის რომ იღებს პირველზე დაგეჭირა აი რასაც ხშირად ვაცალოთ ჯერ არ უნდა ვაცალოთ ხელისუფლებას ისევია როდესაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს კი შეცდომა დაუშვა მოიპარა 1 მილიონი ხა ამიტომ ხო არ დავიჭერ აი 100 მილიონზე რო ავა მე უნდა დაიჭირო პირველივეზე ნუაძლევ იმის საშუალებას რომ ადამიანი ჩაეფლოს ცავის ცოდვაში ჩაეფლოს საშინელ მდგომარეობამდე არ უნდა მიიყვანო ადამიანი და მე არ უნდა გამოიყვანო და გააშიშრო და დაანახრო თურმე ეს რა საშინელი ყოფილა კი მაგრამ შენი მოყვანილი არ არის კაცო ეს ხალხი ჩავერიეთ ვინმე რამეში პასუხისმგებლობა რას და ჩვენ საუბრობ ბოდიში გოჩ გააგზელებ შენ მე და ზარცო პასუხობ მესამედ ჩაერთო ალო დიახ გისმენ ეთერში ვარ კი გამარჯობა ბატონო გიორგი გამარჯობა ბატონო გოჩა მოგესალმებით როგორ აგონიათ ივანიშვილმა არის ის ეს
ახალი ფეოდალები გამოზარდა. თუ გინდა დავიყოთ ერთი საგანელიდე, რომელსაც 50,000 ლარი აქვს ხელფასი. ის შეიძლება მილიარდელი კი არა, რა ვიცი, ბიზნეს გადაასწროს. შეიძლება ხელფასი 50 მისცე, პენსიონერს მისცე 450. მე რატომ ვუკვირ? რომ ეს ხალხი უკვე მიეჩევა კაც ცხოვრებას, მე მოპარობას. შეიძლება ღარიბაშვილმა გრილუაშვილმა მოაგროვეს ეს ხელფასი. შეიძლება ხელფასი იმდენიათ, მაგრამ ჩვენ რომელიც არის რამდენია ხელფასი ერთხელ და სამუდამოდ უნდა რეფერენდუმის გზით დაურიცხოთ ხელფასი. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ხალხი უნდა ჩაერივოს რეფერენდუმის გზით. რამდენი ექნება ხელფასი პრეზიდენტს და ესე ხალხს ასე თულად ატყუებენ რაღაც რამდენიმე წელიწადია კაი პოსტებზე და მე უთმათ მოაგროვეს ფულ და უთმათ იჭერეს. რამდენი წელიწადია მაგასთან ეხლა გაიგო რომ ფულს იღებენ ესენ და ბიძებიან. თვითონ ბიძინა ივანიშვილი უნიკავს ისეთ ხელფასი რომ შეიძლება მოაგროვა იმ კაცმა. თქვა, პოსტებზე იყვნენ თქვა. აი ესეთი ამბავი. ხელფასი გამდიდრებული. ხელფასის დანიშნა. რომის მაღალ პოსტებზეა. კი ბატონო. კი ბატონო. გაუგებრობა იქნება. როგორ შეიძლება ხალხმა ამაზე აქციაც უნდა ჩავატაროთ, რომ პრემიერ-მინისტრს რამდენი ეკუთვნის პრეზიდენტს ხელფასი. ჩვენს ვიცოდეთ. იმიტომ ბიუჯეტიდან ჩვენ ფულიდან იღებენ და მდიდრდებიან. ხო თვითონ ბიზნესამ ჩამოაყალიბა ესეთი სისტემა. პოზიცია. კი ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის და დაფიქსირებისთვის თქვენი აზრის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. კი, ანუ რეალურად ისევე როგორც მოქალაქეს აქვს და ჩვენ ამას ვლაპარაკობთ პასუხისმგებლობა, ასევე იმ ადამიანებს მოქალაქეებთან, ოღონდ როცა მე მომყავს გუნდი და დასავლეთი ამითი განსხვავდება სწორედ აი ხშირ შემთხვევაში პროდასავლურებს ახან ვლაპარაკობთ რომ დასავლეთშიც კარგია ეს დაახლოებით იმის პასუხად რომ სააკაშვილიც აკეთებდა კარგ რამეს, მაგრამ გააკეთა იმდენი ცუდი რამე, რის ფასად დაგვიჯინა ის კარგი, ამიტომ იყო რომ მას ვებძოდით, ხო? დასავლეთში ასევე არის საკითხები რომელიც ხა ყველაფერს თავი დავანებოთ სტაბილური განცდა აქვს, ხო? სხვა ადამიანს ხვალინდელი დღის არ ეშინია. აი მარტო ამით ხო წინ არის და რატო არის რა იცი ესე? მინისტრთა კაბინეტში, როდესაც რაღაცა ხდება, ერთმა მინისტრმა რაღაც დააშავა, პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ მისმა გუნდის წევრმა ეჭვის გამოც კი და თქვენ კარგად ვიცით, ყოფილა ეჭვი იყო იმაზე, რომ ადამიანი შეიძლება კორუფციაში ქონოდა რაღაცა თქვათ გასროლი ყოფილიყო. მთელი მთავრობა გადადგება ხოლმე. აქ ჩვენთან პასუხისმგებლობას არავინ არ გძნობს, არც მინისტრზე, არც პრემიერ-მინისტრზე, არც პრეზიდენტზე და თან ეს რამოდენიმეჯერ, როცა მეორდება. ხო, აქედან გამომდინარეა, სწორედ საუბარი, მე კიდე გეუბნები, პიროვნულად აი კაც საერთოდ არ ვიცნობ და არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მან ხომ უნდა იგრძნოს, როდესაც ის ამბობს, რომ მე მაგ მომეტებული, ასე ვთქვათ, ნდობა ხალხის. ანუ ეს მომეტებული ნდობა რას ნიშნავს? პასუხისმგებლობას ნიშნავს ამ ხალხის წინაშე. და როდესაც მსგავსი რაღაცა ხდება და თან თვითონვე გაქვს ნათქვამი, მე ხომ ტელევიზორიდან გიცნობ, მე ხომ აქედან მომისმენია. შენ თვითონ გაქვს ნათქვამი, თუ ერთხელ შემეშალაო, მეორეჯერ შემეშალაო, მესამეჯერ მე რაღაც მოვალო, კაცო, უკვე ნიშნავს რომ ესე იგი ამდენჯერ ახან შემეშალაო, ნიშნავს არ გამომივიდა საქმე და წავალ. იფიქრე რა ამაზე რა. დღეს რატომ ფიქრობ იმას რომ სწორედ შენი პოლიტიკა, სწორედ შენებული ხედვა გადაარჩენს ამ ქვეყანას. იმიტომ რომ გადაიხარე უკვე ის რასაც ამბობდა, რის და ხშირად გვისაუბრია პედაგოგი გიორგის ამაზე, რასაც ამბობ და რაც შენი დეკლარირებულია, ის რომ შენ გინდა სუვერენული სახელმწიფო, რომელიც არც პროამერიკული იქნება, არც პრორუსული არ იქნება, დღეს ეს აღარ გამოდის. ქვეყნის გარეთ აღარ გამოდის და გარეთა პროცესები ძალიან მოქმედებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის შიგნითაც აღარ გამოდის. ამის წინ გიორგი ამბობდა, გათიშე და იბატონე გასაგებია. ცუდი ფორმაა, კარგი ფორმაა, მაგრამ გასაგები ფორმაა მაინც. მაგრამ გათიშე და იბატონე ნიშნავს, რომ ამ გათიშულში შენ ორივეს მართავ. და ამ შემთხვევაში ჩვენ ესე არა გვაქვს. ამ გათიშე და იბატონეში ჩვენ მხარეებად გავითიშეთ უკვე. მხარეებად გავითიშეთ და ეხლა გადართული ვართ ერთ მხარეში შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ ოპოზიცია ფაქტიურად 4 ოქტომბრის მერე უკვე ლოგიკურად მიიყვანეს იქამდე რომ პარტიების აკრძალვაზია. თან იმაზე კი არა, კაცო, ნაცმოძრაობის აკრძალვა ეს ერთია. არა, საერთოდ პოლიტიკის აკრძალვაზია უკვე ლაპარაკი. იმიტომ რომ კანონი არ ჭირდებოდა ჩვენ როდესაც ვაყენებდით ამ საკითხის გასამართლებაზე, საკმაოდ იყო კანონი და საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ გასამართლება მომხდარიყო. ის რომ შეჩერება მომხდარიყო. იყო საუბარი გახსოვთ ნიუნბერგის პროცესივით გავაკეთოთ, ოღონდ ეს იმ დროისთვის იყო აუცილებელი და საჭირო და არა 13 წლის მერე
საერთოდ პოლიტიკური სიტუაციის მოკლა მთელს ქვეყანაში და გვიყურებენ უკვე ერთადერთი ჩრდილო კორეა გვასწრებს მარტო ავტორიტარიზმის დონეზე. დანარჩენი ქვეყანას კიდევ გეუბნებით, სრული იზოლაცია აქვს, სრული არსად არ გვეძახიან, ეხლა ხან ჩატარდა კიდე სამეთი იყო, სადაც კავკასიის ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები, პოსტსაბჭოური, ევროპული ქვეყნები არსად არ გვეძახიან საერთოდ, არ ვარსებობთ და ეს რაც თავარია კიდე ეს არ ხდება შემთხვევით. პირველი პრემიერიც ერთსაც ვიტყვი, პირველი პრემიერის თუ გახსოვს, ერთ-ერთი მომენტი კი იყო მიზეზი სრულიად სხვა, რომ ბავშვთა ფონდის იმაზე კვირიკაშვილზე როცა მიდიოდა საუბარი. სინამდვილეში იყო, რომ მან კონტაქტები დაამყარა და რეალურად მას უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობები. ამის გამო იყო ჯერ სანამ პრემიერამდე ალასანია რატომ მოაშორეს. ალასანია მოაშორეს, იმიტომ რომ მასაც ასევე უკვე კონტაქტები ჰქონდა და ხლა რეალურად მე მესმის ბიჯნევანიშვილის მას არ აწყობს, რომ მის გარეშე ვინმეს რაიმე კონტაქტი ჰქონდეს. იმიტომ რომ საშიშები ხდებიან ეს ადამიანები. მერე მიდის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რუსთან, ვიღაცას ჩინელთან, ვიღაცას ევროპასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ამას ჯობია იზოლაციაში იყო, საერთოდ შენს იმას, რა ქვია, თავრობას არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდეს შენს გარდა. და აქედან გამომდინარე ქვეყნის შიგნითაც რასაც გინდა გააკეთებ და არ ხდება ხოლმე ეს კიდევ ერთხელ ვამბობ არ ხდება ეს ჩემ მეზობელთან რომელსაც ხედავ რომ საშინლად ექცევა თავის ოჯახს მის შვილებს ჩაგრავს ცემს გადასულია ყოველ ზღვარს ვარიანტი არ არსებობს მარტო მე კი არა ნებისმიერი მეზობელი ძიძულებული ხდება რომ შეერეს და უთხრას იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თავის შვილს ანუ თავის მოქალაქეს ასე ექცევა მაშინ ის როგორ მოექცევა ჩემ შვილს ის მომენტში ეშინია და ხელს არ კიდევს თორე როგორც კი ჩაუვარდება მომენტი ზუსტად ისევე მოექცევა ჩემსაც და ამიტომ იძულებული ვარ ჩავერიო თუმცა სხვის ოჯახის საქმეებში ჩარევა და აი ეს ჩარევა ორი სხვადასხვა რამ არის ეს მე ამას ფიგურალურად ვამბობ ეს რომ ეს მოდის მაყურებელს ზარია ეთერში საღამოშვიდობის ბატონებო საღამოშვიდობის უბედურება იმაშია რომ სანამ ხელისუფლებაში მოვლენ გაგიჟებულები არიან რომ არიქა ქვეყნისთვის მოდიან ხალხისთვის მოდიან და რომ მოდიან დასხდებიან სათავეში და დაინახავენ ფულის გემოს მე მეშოკებით აგროვებენ მეშოკებით აღარიციან სად საიღო ერთი და ორი კი არიფარა მთელი პარლამენტი ხალხო თურმე ეხლა თავრობა მეორე მესამე მეოთხე და მე საწოდალ მოსახლეობას დაღარიბებულ მოსახლეობას გეუბნებიან რომ ჩვენ რა ღარიბი ქვეყანა ვართ და აბა რა ვქნათო 3 მილიონიან მოსახლეობას გეუბნება პენსიას აგვიმატებენ პენსიას პლუს პენსიონერებს ვარჩევენ ხალხო ეხლა მე მინდა თქვენი ტელევიზია მივმართო მთავრობას და პირადად ბიზნესს გავიხადე ბატონო ბიზნესა ისია რომელიც აქვს 60 ზემო პენსიონერს თუ გინდათ კიდე ფასი მოგეცეთ ხოცა თქვენ თავრობას მოსახლეობის ფასი თუ არა და გასარებულია მოსახლეობა თქვენი განახვაც არ უნდა როგორ შეიძლება კაცო ჩვენ ხალხი დიდდებოდნენ და ხალხს აღარ იგებდნენ აღარ შეგვიძლია მოკლედ რამდენი წელი უნდა ვიცოცხლოთ ჩვენ ასაკოვანმა ხალხმა და თუნდაც სანამ დაბედება ახალგაზრდა რომ ამათი ჭამაში უყუროთ ჩვენ და ასე გავიგეთ დრო ვეკითხები მე ნებისმიერ თავრობას გინდა დღევანდელი გინდა სასულთა გინდა მისმოვა მოკლედ ეს რამ გააგიჟა საფულებზე ვერ გავიგებ კაცო ჩვენ იმიტომ მოყავსო ასე დახარჯებულები დაეჭაფრო სიცხლი ანა და იცი რატო ხდება ბატონებო ერთმა რომ მოიპარა ერთმა თავრობამ არ გაისაჯა ერთმანეთი კოხაბიტაციაში შევიდნენ მეორე არ გაისაჯა მესამე და იმიტომ ხდება ესე გაჯეჯილებულები რო არიან აბა ეხლა რომ მოვა თავრობა და დასაჯეს ისინი საათის მოპარული კოლეგები მე მეორე აღარ გაიმეორებს მესამე არ გაიმეორებს მაგრამ ასე ხდება იმიტომ რომ ერთმანეთი კარგად სუქტიკებენ მოილაპარაკებენ აი თავრობაში რომ მოხდეს მე ესე არ დამსაჯო მე შემართინე ჩემი კოლეგა და რასაც ლაბორატორია იმიტომ არის რა ხდება და ქვეყანა და აღარიბებულები ისინი შეშაობა აკუნებს და ვიკუმატიკებია მოიწევა მოსახლეობის კადრო გიძებიან და კალბატონო ტელევიზორს იქნება დაუწიოთ გაითიშა მადლობა ზარისთვის
გასაგები იყო ჩვენთვისაც და მე მგონი ხელისუფლებისთვისაც, რასაც ამბობდა ქალბატონი და პასუხისმგებლობაზე ჩვენ საუბრობდით გოჩა და მე მინდა დავამატო ერთი რამ. აი ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, მე კონკრეტულად ვესაუბრები ეხლა ქართული ოცნების მხარდამჭერებს და იმ ხალხსაც, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ აი მე იმიტომ ვაძლევ ხმას, რომ ისინი არ მოვიდნენ, თორე არ ვეთანხმები, მაგრამ აი სხვას არ ვაძლევ ამათ, რომ ვიღაცა არ მოვიდა. ვერც პასუხობენ ვინ არ მოვიდა, აი ნაცი არ მოვიდა, სადღა არის ნაცი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მე სხვა რამის თქმა მინდა. აი ის რომ ამდენი უცხოელი შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ესენი არ არიან ევროპელები და ევროპული ცივილიზაციიდან არ შემოდიან საქართველოში. ესენი არიან არაბული ქვეყნებიდან, აზიური ქვეყნებიდან, მოდი ასე ვთქვათ, დავასახელებთ, დავაკონკრეტებთ, მაგრამ ეს სერიოზულ საშიშროებას უქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენს მე შემიძლია ვთქვა 2 მილიონიან ქვეყანას, იმიტომ რომ 1 მილიონი როგორც მინიმუმ საქართველოში, როგორც მინიმუმ უკვე უცხოელი ცხოვრობს. ადგილობრივი თუნდაც, მაგრამ არა ქართველი ვთქვათ და შემოსულიც. მაგრამ ამას თავი ცოტა ხანი ესეც გვერდზე გადავდოთ, მნიშვნელოვანია, მაგრამ გვერდზე გადავდოთ. გავა 10-15 წელიწადი. შობადობა ქართველის ოჯახში არის 1/9, მაქსიმუმ 2, ნუ საშუალოდ თვლიან 1/9, ხო? იმედი მაქვს, რომ ადამიანებს ესმის, როგორ უნდა გათვალო 1/9 და რას ნიშნავს 1/9. პროცენტულად ავიღოთ. შობადობა ქართულ ოჯახში არის 1/9 და მათ, ასე ვთქვათ, აზიიდან შემოსულ ოჯახებში საშუალოდ 6-7 ბავშვი. ეხლა ისმის კითხვა 10-15 წელიწადში მათი რაოდენობა რამდენად გაიზრდება და როდესაც გაიზრდება, როდესაც ჩვენ მიხვდებით, რომ ჩვენ ვართ აქ უმცირესობაში, იმ ხალხს პასპორტებიც აქვთ, მოქალაქეობაც, ბიზნესებიც აქვთ და გვერდში დგომაც ხელისუფლების. და ერთ მშვენიერ დღეს ქართული ოცნება ამბობს, რომ მე გადავდივარ ოპოზიციაში, ან საერთოდ ხრება. ამას არა აქვს მნიშვნელობა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე? პასუხისმგებლობას კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ქართველები აღმოჩნდებით სრულ უმცირესობაში. ვის მივაკითხოთ? აი მე და გოჩამ, ვის მივაკითხოთ? თქვენ ბატონებო, რომლებიც დღეს აძლევთ ხმას და მე პირველი მაგინებლები თქვენ იქნებით. და პატრიოტები, რომლებიც იტყვიან, აი ნახე ეს ხაიღენი უნდა წავიდნენ, უნდა დავსაჯოთ, იმიტომ რომ ნახე რამდენი კაცი შემოუშვეს საქართველოში და რას დაამსგავსეს საქართველო. თქვენ დაიწყებთ მე ამ თემაზე ყვირილს და გეუბნებით, რომ დროზე გამოფხიზლდით, რომ მე არ ეშველება არაფერი ამ საქმეს. აი პირდაპირ გეუბნებით. 15-20 წელიწადში ამას არაფერი არ ეშველება. და რომც მოღალატე დაუძახო ოცნებას შემდგომ, რომ მან გაყიდა ფაქტიურად ქვეყანას ამით ვერ უშველი. და მოღალატე მარტო ის აღარ იქნება, მაშინ მოღალატეები თქვენც ხართ. ვინც ამაში თავის დროზე ხელი შეუწყეთ, აბა როგორ გინდათ პასუხისმგებლობა არ გინდათ აიღოთ თქვენს თავზე? თუ თქვენ ვერ ხედავთ რა ხდება, ეს ხო ჩუმად არ ხდება საქართველოში. ზარია შემოუშვით. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. სრულიად გეკითხებით ბატონო გიორგი. ბატონ გოჩანაც კარგად აღნიშნა. ერთ შეცდილი სამჯერ თან თვითონ ეძახის მესამე დაავადებებს ხალხსაც მეზდენ და შეიძლება რომ ასულდრო მოვიჭო ჩვენ უკვე წლები დავკარგეთ ვის აქვს უფლება ჩვენ 25 წელი მოვყავთ და კიდევ ფიქრობ რომ კიდევ გვეცადეთ ვირჩევთ მომსახურე ეკუთვნება მეტად დანარჩენი ფეოდალები. გუბერნატორები ერისთავებად ჩამოყალიბდნენ და ასე მოდიან ნელ-ნელა ფერმებსა. მესამე კიდე ხონდა კონდეს იბენენ აზრი მილიარდელი კაცია. თქვენი ფული გადის ამათ ფერში და უყურება მილიარდებს. ყველა ადამიანში დაძგება სურვილი რომ მე თუ მილიარდია მილიონი მაინც ვიცოდი ამის ესია ეს პრობლემა ასწორდა ამიტომ მილიარდი რომ გავს ეკეთე ხარჯის საკითხი რასაც აკეთებ დატოვე თქვენი სახელი
ერთ რამეს გულწრფელს თუ მოგიტანეს სამთავრობო ან თუ უკულეს აგერ ხელუხლებელი გასათხრილი არის პარტიულობრივი ძეგლები რომლებიც ჩვენ ქვეყანას გამოაჩენს თელსოფლიოში 4000 წლის წინამდელია 3000 წლის წინამდელია გააბიეთ აი ეს შეერთებული ოპერაციებზე ჩავიდა ნახავ იქ და საფრთხე გეუბნება ისტორიასაც დაუყურო ჩვენ ქვეყანასაც გამოაჩენს თელსოფლიოში მეტი რა ვიცი იმოღვაწე სახელზე იფიქრეთ ვარა ნოლა ის წამიდა ის დრო ალერო საერთოდ ქვენი ავტორიტეტი დასამტე კარგად ზანდებოდი წარმატებას ვიცი მადლობა ზარისთვის გოჩ არა ბატონის იმას ამბობს სწორედ რომ მართლაც ადამიანის ცხოვრება რა არის ხო გინდა მილიონერი იყავი გინდა ღარიბი იყავი საბოლოო ჯამში ყველანი მივდივართ ხო ყველამ ვიცით მაკედონელმა რომ დამასაფლავებთო ხელებიო ესე რომ არაფერი არ მიმაქვს იმ ქვეყანაზეო ხო მართლაც არავის არაფერი არ მიაქვს ამ ქვეყანაზე გარდა იმისა რომ ტოვებს სახელს ეს არის ადამიანის უკვდავება და ადამიანის უკვდავება არ არის დიდხანს სიცოცხლე და გამოეკერო ცას ხო და იქნება მოახერხო სხვადასხვა წამლებით რაღაცა საშუალებებით რომ რაც შეიძლება დიდხანს იყო ეს ჯოულებრივი რამე უკვდავება არის სინამდვილეში ეგ რასაკვირველია როდესაც ადამიანი და მე ვფიქრობ რომ ის ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს იყო მაგრამ რისთვის იყო რომ ამწარო ხალხი ხო არ ფიქრობს ამას რომ ამწარებს ის ფიქრობს რასაც შენ ამბობდი ჩემზე უკეთესი მითხარით ვინ არის და წავალ ეს ჭირს ყველას არა გასაგებია მაგრამ საბოლოო ჯამში შენთვისაც ხო უნდა იცხოვრო აი ისმის კითხვა შენთვისაც კაი მე უფრო სხვა რამეს ვხედავ სანამ ქვეყანა არის ფული საჭრელი სტანოკი მანამდე ხელიდან არც ერთი ბიზნესმენი მაგას არ გაუშვებს კი ბატონო ეს პრობლემაა კონკრეტულად თორე ის კი არა რომ არ იცის რომ ხალხი მწარდება რომ ხალხს ბევრი რამე აკლია და ხალხს უნდა აძლევდე მე არაერთხელ მისაუბრია ბოლოს და ბოლოს ნავთობი რომელიც შემოდის ნაციონალიზაცია მოახდინე და შენგან გაყიდე და შენთან შემოსული ფული ბიუჯეტში შეიტანე და უკვე ეყოფა იმ პენსიებსაც ეყოფა და ბევრ რამეს მაგრამ ამ მენავთობეები რომლებიც მის გუნდს კრავენ დათმობენ ამ ბიზნესს წავა ამაზე არ წავა რატო იმიტომ რომ ჩვენ ისევ და ისევ კულაბაზე ვსაუბრობთ ასე უფრო კარგად რჩება ფული ვიდრე რასაც შენ ამბობ ამ შემთხვევაში ეგერ ბატონის რომ უნდა გამჭირვალე ხდება ყველაფერი იმის არ იყოს კიდევ ხელფასებით გამდიდრდნენ ხელფასებით არ მდიდრდებიან ხელფასებით არა ხელფასებით შეიძლება კი ბატონო გამდიდრდნენ რაღაც დონეზე მაგრამ ის რაზეც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ რა ფული აქვს ნაშოვნი ის არავითარ ხელფას და ეს მიღმა ის არსად არ ფიქსირდება ეს არის ფული რომელიც სინამდვილეში შავი ფულია რეალურად რომელიც აქვს ამ ადამიანებს იმიტომ რომ ეს ფული იპარება ფაქტიურად ხო ერთი არის აი მაგალითად როდესაც წენდერს აცხადებ როდესაც რაღაცას აკეთებ და იქედან ფული რომელიც შენ შემოგდის ის შენ ფაქტურად შავ ფულად შემოგდის იმიტომ რომ ამის ვერ ახდენ ლეგალიზაციას ვერ უკეთებ ამ ფულს აქედან ხო ვერ ათეთრებ ამ ფულს და ერთ-ერთი პრობლემაც ესეც არის სწორედ რომ აი გათეთრებაზე როცა მიდის რა საუბარი ამ ფულის და სხვათა შორის საინტერესოა ისიც რომ თქვა იგივე დასავლეთი თუ კი ეჭიდავება ავტორიტარულ სისტემებს და მათ შორის იგივე თქვა რუსეთთან პრობლემაც რაც იყო რომელიც შედარებით რო აიღოთ ყველაზე პროდასავლური ქვეყანაა თავისი ასე იყო ისტორიულად ხო შეიძლება ითქვას რომ ეს არის ევროპული დასავლური ქრისტიანული ცივილიზაცია მაგრამ პრობლემა რა არის შავი ფულის არსებობა და მიდის საუბარი იმაზე რომ ჩვენთანაც არსებობს კი ბატონო რაღაცა შავი ფული მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ 90% 95% გათეთრებული გვაქვს და თქვენს ქვეყნებში არსებობს პირიქით 5-10%-ია გათეთრებული და დანარჩენი არის შავი ფული. ეს არის ცივილიზაციური შეუთავსებლობა და ჩვენს ქვეყანას ეგ ჭირს. ადამიანების ერთ ნაწილს და ეს ნაწილი არის მაქსიმუმ ალბათ რო ავიღოთ 1%-იც არ არის. აქვს ვებერთელა შემოსავალი, რომელიც სინამდვილეში ამოღებულია სწორედ იმ საერთო ჩვენი ფულიდან, რასაც ბიუჯეტი ქვია, რასაც თეთრი შემოსავალი ქვია და რაც უნდა შედიოდეს ბიუჯეტში. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც გვაქვს და ამის დათმობა, რასაც გიორგი თქვა, ამაზე რო ზიხარ ამის ხელიდან გაშვება ეთყობა ძალიან ისეთი რამეა, რომ არავის არ უნდა და აქამდე რო არ უნდა მივიყვანოთ ეს უნდა ვიფიქროთ, რომ არ უნდა მივცეთ ძალაუფლება ხელში, რომ კონცენტრირებულად კონდეს ერთ პოლიტიკურ ძალას, ან ერთ გუნდს. მაშინ ძალიან ის უნდა იყოს უკვე განვითარებული დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში. ანუ მეორე დიოკლეტიანი ვერ მივიღებ. კეთილი.
ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოწურულია, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს 15 წუთში დაახლოებით დროებით.